მაგრამ მართლა ცდილობენ ისლამისტები ამერიკის დაპყრობას? თუ უბრალოდ ცოტათი დრამატული ხარ მეირაქეი? იცი რა, რატომ არ მომიყვები თავად? ეს არის ვიდეო სნიკაუს შესახებ, რომელიც ძალიან პოპულარული სტრიმერია და ალბათ თქვენს შვილებსაც უყურებენ მის სტრიმებს. ალაჰუ. აკბარ! არა, წადი შენი! ეს არის ნიუ-იორკისტანის ისლამური რესპუბლიკა! ისლამი იქნება ყველა ოჯახში. ინშალლა, მთელი მსოფლიო იქნება მუსლიმი. მოგესალმებით მამდანის ნიუ-იორკში. აი პასუხი. არა, ისინი არ ცდილობენ ამერიკის დაპყრობას. ისინი ცდილობენ მთელი მსოფლიოს დაპყრობას. ხედავ ქალაქს. ხედავ როგორ გამოიყურება. ინშალლა, შენი ქალაქით ასე გამოიყურებოდეს. კარგი ამბავი ისაა, რომ ეს არ მოხდება. ისინი ვედაიფრობენ, რადგან ჩვენ განათლებულები ვართ და წინააღმდეგობას გაუწევთ. მაგრამ ეს მხოლოდ სნიკოზე არ არის მეგობრებო. მოდით ვუყუროთ ამ შესანიშნავ ახალგაზრდა კაცს. სურს მუსლიმების აკრძალვა შემოიღოს. მას სურს მუსლიმების აკრძალვა. უთხარი მას, ეს შენი ქვეყანა არ არის რომ აკრძალო. ეს ალლაჰის მიწა, როგორც ყველა მიწა არის ალლაჰის მიწა. და აქ არიან მუსლიმები, რომლებიც აქ არიან და აქ დარჩებიან. აქ ამერიკაში, ხო? და თუ ეს არ მოგწონს, ურჩევდი სხვაგან წავიდეს, მაგრამ არ ვიცი სად წავა. თუ ევროპაში დაბრუნდება, ევროპაში ბევრი მუსლიმია. ცოტა ხნის წინ იქ ვიყავი. აფრიკაში წახვალ, სამხრეთ ამერიკაში წახვალ, ჩინეთში წახვალ, მალაიზიაში წახვალ, იაპონიაში წახვალ, ანტარქტიდაზე წახვალ, ყველგან მუსლიმები არიან. იაპონიაში არა, ნუ ღელავ. მაშასე, მე ერთ რჩევას მივცემდი, თუ მას სურს წავიდეს ისეთ ადგილას, სადაც მუსლიმები არ არიან, უჩევ ჯოჯოხეთში წავიდეს. და იცოდეთ, რომ ჩვენს წინასწარმეტყველს სალალაჰუ ალაიჰი ვასალამ გვახარა, რომ ისლამის რელიგია შევა ყველა ოჯახში. ყოველ ოჯახში. წინასწარმეტყველმა სალალაჰუ ალაიჰი ვასალამ საჰი ჰადითში გვითხრა ეს უმმა. გარანტია რომ ეს გაიმარჯვებს. და ისინი ვინც ცდიან მათ დამარცხებას ვერ შეძლებენ. კარგი, აი ესე. შენ ყავს ეგ ბიჭი. და ეხლა თუ მეტყვი მირა, მაგრამ ეგ ხო ძველი რელიგიური კაცია. ავქნათ, თუ ეს ნორმა არ არის. რა უხოთ ამ ბიჭს, რომელიც უნივერსიტეტშია? სიკვდილი. არა, 100% არა, ნიშნულობა, რამდენი არმია დამიდგებაცი. ამ ყველაფერს ნიშნულობა არა. ალლაჰი სუბჰანაჰუ ვა თაალა ყველაფერზე დიდია. და მე გამაგრძელებ ამ გზას სიკვდილამდე, რადგან ვიცი რომ ალლაჰი სუბჰანაჰუ ვა თაალა დამპირდა გამარჯვებას. ალლაჰი ალაიჰი ვა სალამი გპირდება ჩვენ. ისევე როგორც ჯამთ ალაიჰი ვა სალამ, შეხედეთ ჩვენს რაოდენობას. შეიძლება დღეს რიცხვით ბევრნი ვიყოთ, თითქმის 2 მილიარდი, მაგრამ ჩვენი ძალა ძალიან სუსტია. და ჩვენ უყურეთ იმ ძალებს, რომლებიც რეალურად გვემუქრებიან და გვეშინია მათი. მათ კი ვამბობთ, რომ ძალიან ბევრი იარაღი აქვთ, ძალიან დიდი ძალა აქვთ. არაფრის გაკეთება არ შემიძლია. დაუდ ალაიჰის სალამა ეს არ თქვა. 300 ჯარისკაცმა, რომლებიც დაუდ ალაიჰის სალამთან ერთად იყვნენ ხარუში, ეს არ უთქვა. მათ თქვეს, რომ გამარჯვება ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას ხელშია და ჩვენ ვიცით, რომ გავიმარჯვებთ. და თუ მოვკვდებით, ბედნიერები მოვკვდებით, რადგან ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას გზაზე მოვკვდებით და თუ გავიმარჯვებთ, ორივე რამეს მოვიგებთ. ვიგებთ ალლაჰის მაყოფილებას და ვიმარჯვებთ, გამარჯვებას ვიღებთ. არ აქვს მნიშვნელობა დღეს რამდენად დამარცხებულები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა დღეს რამდენად საცოცხარბეთილები ვართ. რასულულლაჰი სალალაჰუ ალაიჰი ვასალამი გუპირდება და ამბობს, თუმმა თაკუნუ ხილაფათუნ ალა მინჰაჯი ნუბუვა. შემდეგ იქნება ხილაფა წინასწარმეტყველების გზაზე. ვიცი, ჩვენ ნახევარსაც ვერ ვიგებთ, რასაც ის ამბობს, რადგან ის ჟღერს თითქოს იხჩობა და აღებინებს, მაგრამ ის ცდილობს თქვას ბიჭებო, ნუ იდარდებთ, შეუერთდით ალაჰის არმიას, რადგან ჩვენ გვპირდებიან, რომ გავიმარჯვებთ, რაც ძირითადად ნიშნავს ისლამის ჯიჰადისტებად ქცევას, ხო? ამერიკულ უნივერსიტეტში, ხო? ისლამი, რასულულლაჰ სალალაჰუ ალაიჰი ვასალამ გვპირდებათ ამას. კითხვა ასეთია. იქნები მათ შორის, ვინც მის დამკვიდრებაზე იმუშავებს. თუ იქნები როგორც ჯარისკაცები, რომლებმაც მდინარე გადაალიეს და წავიდნენ, თუ იქნები როგორც ჯარისკაცები, რომლებიც ჯალუთის წინ დადგნენ და თქვეს, ლაქუვა ლანა იაუ, ვი ჯალუთვა ჯალუთი. ჩვენ არ გვაქვს ძალა ჯალუთთა საბრძოლველად. შეხედე მის არმიას. ჩვენ არ გვაქვს ძალა. ჩვენ არ გვაქვს ძალა. დაბრძელებ გზას და მოიპოვებ ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას კმაყოფილებასა და ჯილდოს ამ ქვეყნად. და საიქიოშიც. კარგი, ეს არის ილინოისის უნივერსიტეტში, ჩიკაგოში.
მუჰამადმა დაპირდა, რომ ისლამური ხალიფათი დამყარდება დედამიწაზე და ჩვენ ვიბრძოლებთ და დავიღუპებით ამ მიზნისთვის, ხომ ასეა. ასე რომ დან ბარამავიმ გამოაქვეყნა, რომ ტრამპმა არ უნდა შეჩერდეს მხოლოდ დაბადებით მოქალაქეობის გაუქმებაზე. მან საერთოდ უნდა შეწყვიტოს მოქალაქეობის მინიჭება, თუ ადამიანის აბსოლუტური ერთგულება შეერთებული შტატების მიმართ არ დამტკიცდა. ეს ბიჭი იმდენად ამერიკელია, რამდენადაც მე ვარ მაშის მცხოვრები და ის საკუთარ თავს მუსლიმური უმასწევრად თვლის, ხოლო ამერიკა მტერია. მიუხედავად ამისა, ვიღაცა მისნაირი ფლობს აშშ-ს პასპორტს და იყენებს მას ისთვის, რომ აირჩიოს ადამიანები, რომლებიც ამერიკის მომავალს გადაწყვეტენ. ეს თვითმკვლელობაა. ვერ ვიტყვი, რომ არ გეთანხმებიდან, ვერ ვიტყვი, რომ არ გეთანხმები. და ახლა ეს შესანიშნავი ვიდეო ინდიანადან ხო ასეა. იცით რომ ეს ამერიკაშია, ხო იცით? ხალიდ იბნ ვალიდის სიტყვები, რაც მან სპარსეთის მეფეს მისწერა. რა თქვა მან? ამბობს ალლაჰის სახელით, მოწყალე და გულმოწყალე, ხალიდ იბნ ვალიდისგან სპარსელთა მეფეს მიიღე ისლამი. თუ არა, მაშინ გადაიხადე ჯიზია. და თუ არც ამას გააკეთებ, მაშინ ნამდვილად მოგიყვან ხალხს, რომლებიც ისე უყვართ სიკვდილი, როგორც შენ გიყვარს ცხოვრება. ვაუ. გრძნობ რომ ვისაც ისე უყვარს სიკვდილი, როგორც შენ გიყვარს ცხოვრება. არ ვიცი თუ შეუძლებდი უკეთესი აღწერის მოფიქრებასაც, რომ მეც მეცადა. ღირსების განცდას გრძნობ. რომ თქვენ იცით, რამდენად გიყვართ თქვენი სასახლეები და ყველა თქვენი ფუფუნება. ხო, ყველაფერი რაც თქვენ გიყვართ, მათაც უყვართ, მაგრამ არა ისე, როგორც თქვენ. მათ სიკვდილი უფრო უყვართ, ვიდრე თქვენ სიცოცხლე. გულისმობ ესეთ ხალხთან ესე ვერ მოიქცევი. და ესე ელაპარაკება ის პლანეტის ყველაზე ძლიერ ადამიანებს. ეს მართლაც საოცარია. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ იმ კითხვაზე, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, როცა დღეს ვსწავლობ წინასწარმეტყველ მუჰამედის სალალაჰუ ალეიჰი ვასალამი ცხოვრებას. რა? რა არის მიზანი? რა არის მიზანი წინასწარმეტყველ მუჰამედის სალამი ცხოვრების შესწავლის? ვართ აქ მხოლოდ გასართობად, თითქოს ეს უბრალოდ სატელევიზიო შოუ იყოს. თუ აქ ვართ იმისთვის, რომ მოусმინოთ და მივხვდეთ საყვარელი წინასწარმეტყველის სალალაჰუ ალეიჰი ვასალამი კვალს, როგორც ნათქვამია, და მტკიცედ მივხვდეთ მის კვალს, თუნდაც ყველაზე მძიმე ქარიშხლების დროს. გესმით რას ამბობს აქ? არ ვიცი თუ ამჩნევთ ამას. ის ცდილობს ხალხს უთხრას, რომ დიახ, სიკვდილი უნდა გიხვარდეთ უფრო მეტად, ვიდრე ზედათ ვიდრე სიცოცხლე. აი ამის თქმას ცდილობს. ეხლა თუ თქვენ იმ ადამიანთაგანი ხართ, ვინც ფიქრობს, კარგი, იქ უამრავი ასეთი შეშლილია, ვინც ესეთ რაღაცებს ამბობს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? უნდა გაიგოთ, რომ ისინი რეალურად ახერხებენ ამას. და როგორ ახერხებენ? ხო, იმ იდიოტ მემარცხენეებთან შეერთებით, რომლებიც მზად არიან მათ მისცენ ხმა, რადგან უბრალოდ უყვართ უმცირესობები, რომლებსაც მსხვერპლის როლის თამაში უყვართ, რადგან რა თქმა უნდა ეს მათი საქმეა. ისინი უბრალოდ თამაშობენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს თითქოს რელიგიურ თავისუფლებას უზრუნველყოფს, მაშინ როცა სინამდვილეში საქმე დაპრობაშია. მოусმინეთ, რას ამბობს ეს ბიჭი. და მემარცხენეები ძირითადად ამბობენ, რომ იცით, ჩვენ გიღებთ თქვენ, მიუხედავად თქვენი მრავალფეროვნებისა თუ უცნაური შეხედულებებისა და ასე შემდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა, ამასთან ახლავს კომპრომისი. და ეს კომპრომისი არის შემდეგი. რა თქმა უნდა, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მზად არის პოლიტიკურად შეგვიშვას, რათა ისინი ძალაუფლების მოსაპოვებლად გამოვიყენოთ, მაგრამ მოიცადეთ ერთი წამით. ჩვენ ვერ შევძლებთ უბრალოდ მივიღოთ ისინი და მადლობა გადაუხადოთ იმისთვის, რასაც აკეთებენ. ისინი ცელიან, რომ თქვენ მიიღებთ მათ და მათ შეხედულებებს. და შეიძლება პოლიტიკურად შევეგუოთ, მაგრამ მორალურად ამას ვერავიდანთ. აი სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ჯიჰადი. გესმათ ეს? შეიძლება პოლიტიკურად შევეგუოთ მოთმათ, რადგან გვჭირდება ისინი, მაგრამ მორალურად ვერავიდანთ. და სწორედ ეს არის ჩვენი ჯიჰადის არსი. ხომ იცით რას ნიშნავს ჯიჰადი? და თუ არ იცით, ღმერთით გეფიცებით, Google-ში მოძებნეთ. ეს ნიშნავს ბრძოლაში ყოფნას. თუ გავიგებთ, რომ ჩვენგან არ ითხოვენ მიღებას, არამედ მხოლოდ პოლიტიკურ შემწყნარებლობას. მე ვფიქრობ, ეს კომპრომისი ისლამში მისაღებია. ჩვენ შეგვიძლია ავიტანოთ უწნუნოება თქვენს ცხოვრებაში. მორალურად ამას ვერავიდანთ. ამ ორს შორის განსხვავება. თქვენ ამას რა თქმა უნდა კარგად ხვდებით, პოლიტიკურად ეს არის ლაკუმ დინუკუმ ვალიადინ. ეს მექის ფაზა. თქვენ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ, მაგრამ ნუელით რომ თქვა ალლაჰის გარდა სხვისი თაყვანისცემა მისაღებია. თქვენ შეგიძლიათ თაყვანისცეთ ალლაჰის გარდა სხვას და ეს თქვენი თავისუფლებაა იმ ქვეყნებში, სადაც ვცხოვრობთ. კარგი, მაგრამ ნუ მაიძულებთ. თქვა რომ ვფიქრობ ალლაჰის გარდა სხვას თაყვანისცემა დასაშვებია. ვინც არ იცით, არსებობს ორი განსხვავებული ტიპის ყურანი. არის ყურანი, რომელიც გამოიყენება მაშინ, როცა ისლამისტები ხელისუფლებაში არ არიან, სადაც უბრალოდ საუბრობენ იმაზე, როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში. და შემდეგ არის ყურანი იმ შემთხვევისთვის, როცა ისინი უკვე ხელისუფლებაში არიან და საუბრობენ იმაზე, როგორ უნდა მოექცნენ ურწმუნოებს, ხო იცით? ეს არის ის იდეოლოგია, რასაც აკეთებ მაშინ, როცა ცდილობ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, მაგრამ ჯერ იქ არ ხარ. პოლიტიკურად რა თქმა უნდა იღებ მათ. შენ მათ იდეოლოგიურად ან მორალურად არ იღებ, უბრალოდ პოლიტიკურად იღებ, რომ გამოიყენო ისინი. ეხლა ეს არის ის საკითხი, რაზეც ეხლა ვდავთ. რა დონეზე უნდა წავიდეთ ესე ვთქვათ კომპრომისს. და რა თქმა უნდა, როგორც იცით, ჩემი პოზიცია საკმაოდ ნათელია. ჩვენ არც მემარცხენეები ვართ და არც მემარჯვენეები. ჩვენ არც ლიბერალები ვართ, არც კონსერვატორები.
ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი ღირებულებები. და მე იმიტომ რომ ისლამი არ არის რელიგია, ის არის პოლიტიკური მოძრაობა. ის არც მემარცხენეა და არც მემარჯვენე. ის არ არის ზემოთ, ის არ არის ქვემოთ. ის არ არის კონსერვატიული, ის არ არის ლიბერალური. ის არის შარიათის კანონი. არ ფიქრობ, რომ სწორია რომელიმე მხარეს დაუდგეთ მეორის წინააღმდეგ. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ სულ მცირე ამერიკაში 100-ია, ევროპაში კი შეიძლება სხვანაირად იყოს. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი კრიტიკული მასა, რომ მართლაც შევქმნათ ჩვენი დამოუკიდებელი პარტია. ეხლა პოლიტიკურ კონტექსტში ჩვენ გვინდა რომ ებრაული წარმოშობის ადამიანები დავარწმუნოთ, რომ ზიონიზმზე უარი თქვან. უნდაც ავახალისოთ ისინი. ყოველთვის ამაზე ბრუნდება საუბარი, არ ვიცი როგორ ახერხებენ ამას, არ ვიცი როგორ აკეთებენ ამას, ყოველთვის ახერხებენ, რომ ებრაელები ჩართონ ამაში, იმიტომ რომ ეს შინიათ მათი, აი ეს არის. როგორც არ უნდა იყოს, არ ვიცი დაგარწმუნეთ თუ არა, თუ არა სულელი ხართ, თუ კი ძალიან კარგი. გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წინააღმდეგობის რიგებში. და მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხის მიმართ.